საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად აჭარის უმაღლესმა საბჭომ კვლავ გენო გელაძე დაასახელა. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში ფარული კენჭისყრით 12 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიიღეს. ფარული კენჭისყრის მიუხედავად რამდენიმე დეპუტატმა საკუთარი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. ერთადერთი ადამიანი, ვინც რეგიონიდან იყო წარმოდგენილი, ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი იყო, სხვას არ ვაკნინებ, უნდა გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტმა. კენჭისყრაში 24 კანდიდატი მონაწილეობდა. კენჭისყრაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიდან 7-მა მხარი ახლანდელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს გიორგი კოხრეიძეს დაუჭირა. დეპუტატები ასრას სხვადასხვაობას უმრავლესობის განსხვავებული შემადგენლობითა და დემოკრატიული პრინციპებით ხსნიან. მედია ვასაძის თქმით, გიორგი კოხრეიძის ახლანდელი თანამდებობა სამეურვეო საბჭოში საქმიანობაზე გავლენას არ იქონიებს. უმრავლესობამ დღეს მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რაც მიიღო და აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი ამბავია, ცხოვრებაა ეს, მეტი არაფერი. პირადად თქვენ ვის დაუჭირეთ ხარი? მე დაუჭირებ ხარი ღირსეულ კანდიდატს. რა თქმა უნდა, განხილვა გქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვინც მივეცით ყველამ იმას მისცა თუ ამას მისცა, ყველამ შეგნებით მისცა. გამოჩნდა ახალი კანდიდატურა, რომელთანაც კომუნიკაციის შედგა, სხვათა შორის მან შემოგთავაზა ეს კანდიდატურა და მივიჩნიე, რომ მისაღები იყო ეს კანდიდატურა და განმეორებით კენჭისყრაში ხარი დაუჭირე კოხრეიძის კანდიდატურას. ახალი წელით შეცდომით დაიწყო უმრავლესობამ. ჩვენ დავინახეთ, რომ უმრავლესობის ნაწილს მისი დამტკიცების სურვილი არ აქვს. ასე აფასებენ უმცირესობის წევრები ხმების გაყოფის ფაქტს. პეტრე ზამბახიძე მოუწოდებს უმრავლესობას გენო გელაძეს ლობირება გაუწიოთ. სულხან გლონტიკი მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტი გენო გელაძეს კარგად მოусმენს, იგი მათ მხარდაჭერას მიიღებს. სამწუხაროდ მე დავინახე დღეს ისიც, რომ ქართული ოცნების უმრავლესობას სურვილი არ აქვს, რომ ეს კანდიდატი იქნეს არჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ და სწორედ ამიტომ მათ დააფიქსირეს განსხვავებული პოზიცია. მინდა ყველას მოუწოდო კიდევ ერთხელ, მათ შორის უმრავლესობის სხვა წევრებს, რომ იმუშაონ იმისთვის, რომ ლობირება გაწიონ იმისა, რომ ეს ადამიანი, რომელიც არის ნამდვილად ღირსეული, არჩეული იქნეს მეურვედ საზოგადოებრივ მაუწყებელში. გენო გელაძის ხელმეორედ წარდგენის მოთხოვნით 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს უმაღლეს საბჭოს პეტიციით მიმართა. ისინი კანონმდებლებს მოუწოდებდნენ პრინციპულობა გამოეჩინათ. დღეს შემოვიტანეთ მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს აჭარის რეგიონში მოქმედი 24 არასამთავრობო ორგანიზაცია. მიმართვის მიზანი არის, რომ უმაღლესმა საბჭომ გამოიჩინოს პრინციპულობა, დარჩეს თავის გადაწყვეტილების ერთგული წინა გადაწყვეტილების, რომელიც ეხება სამეურვეო საბჭოში წარსადგენ კანდიდატის არჩევას. გენო გელაძის კანდიდატურა პარლამენტს ხვალწარედგინება. პარლამენტმა კი გადაწყვეტილება უახლოეს ხტომაზე უნდა მიიღოს.